ამერიკის დაზვერვის დირექტორის გზავნილებს საქართველოში ეხმაურებიან. უმრავლესობაში ამბობენ, რომ არაფორმალური გავლენები, ეგრეთ წოდებული deep state-ი მაქსიმალურ ძალისხმევას დებს იმისათვის, რომ სამშვიდობო მცდელობებს შეეწინააღმდეგოს. სულ ცოტა ერთი წელია ვაკვირდებით სერიოზულ ჭიდილს ერთის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობენ მშვიდობის დამყარებას სხვადასხვა კონფლიქტში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ხედავთ, რომ არის სრული მობილიზაცია არაფორმალური გავლენების მხრიდან, ეგრეთ წოდებული deep state-ის მხრიდან, სრული მობილიზაცია პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში, მედია რესურსის გამოყენებით, რომ შეეწინააღმდეგონ სწორედ აი მშვიდობის ძალისხმევას. არის გაჩაღებული ჩვეულებრივი ომის რიტორიკა, მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ერთი ომი უკრაინაში გაგრძელდეს, გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება მეტი გამალებული სამხედრო შეიარაღების პროცესი მიმდინარეობდეს ევროპაში. ჯერ ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის. არაფერი გასაკვირი არ არის, როდესაც სწორედ ეს ძალები საქართველოს ომში ჩართვისკენ იყვნენ მომართულნი და საქართველოზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებდნენ და ფაქტობრივად ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ომი არის მრავალი ძალის ინტერესში შემავალი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს გავართ მყარად იმ პოზიციაზე, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი.